როგორ ხარ მეგობარო? წააგე ხო ყველა ფული ისო. არა და როგორ გჯეროდა ეხა ბერნი ხოძე ჩავრიცხავ 50 ლარს და ჯეკპოტი უეჭველი ჩამოვარდება. სიგარეტის ფულიც წააგე ხო, სიგარეტის ფულიც აღარ დაგჭი. და სახში თხოვე ეხლა და მაგაზას კონფლიქტი მოგივიდა ხო, სახშიც ეგრევე მიხვდნენ რისთვის თხოვდი ფულს. ეხლა რას აკეთებ მეგობარო, ზიხარ და ელოდები ხო ვისაც მიწერე. მაგრამ ერთს ვისაც მიწერე იმან ვარი გითხრა ხო ეგრევე. და შენი რეაქცია რა იყო, ფუ ეს პროჭი. არა და იმ პროჭმა რამდენჯერ გიშველა ცხოვრებაში. ეხლა ზიხარ ხო მეორეს და მეორეს ელოდები იმის იმედი გაქვს უეჭველი რომ მოგცემს. და ეხლა როგორ ხარ ვერ ითმენ ხო, ანუ ეხლა მეორე ჯერ გინდა ისე მიწერო რომ ანუ მასქნას გაიგოს მე SMS რო გიპასუხოს, მაგასაც ვერ ითმენ. პლუს ფიქრობ ხო თუ ეხლა არ გიპასუხა ცოტა ხანში აუცილებლად დაურეკო. მერე რა გეგმაში თუ უარს გეტყვი, სავარაუდოდ უარს გეტყვის ხო, იმიტომ რომ ბევრჯერ გაქვს ნათხოვი თანხა და შეიძლება აღარ მოგცეს. და ბეგეგმა რა არის, ისევ სახში ჩხუბი და манипуляციები ხო მეუღლესთან, დედასთან, მამასთან. ჩხარა ოქრო მომეცი, ჩხარა ფული მომეცი, თორე სასწაულს ჩავიდენ. ხედავ მეგობარო, ანუ სანამდე მიიყვანე შენი თავი. ეს ხო შენი პრინციპი არ იყო ცხოვრების, ამას არავის არ აკეთებდი. და სლოტის აპარატმა ის სანამდე მიგიყვანა ხო, უბრალოდ აკაგარგინა საკუთარი თავი, მეგობრები. უკვე ხო ხედავ რომ წერ ადამიანებს ან ქსინავენ მარტო ხო, მარტო კითხულობენ და პასუხს არ გცემენ, ან ეგრევე არასგეუნებია. და ოჯახის წევრებიც როგორ არიან ხო, ეგრევე მიწერა შენი ან თხოვნა თანხის და ყველა მისის ისთვის სჭირდება. აი ეგ არის მეგობარო დაფიქრდი, აბა არა გაქვს პრობლემა, როგორ ფიქრობ, ანუ ეგ გინდოდა შენი მომავალი ეგრე წარმოგედგინა, რომ დილიდან 50 ლარზე ვინ უნდა მოატყუო, რო გიწევს დაფიცება, დაგინება რო გიწევს 50 ლარის გამო. შვილის დაფიცება რო გიწევს, ხო და ტყუილის კმა რო შვილისთვის გჭირდება თანხა, არა და მისთვის გჭირდება რაღაც ზოდიაქოსთვის ან რაღაც 20 ბერნი ჰოთისთვის. სანამდე მიგიყვანა მეგობარო ხო ხედავ თამაშმა, ამიტომ დაფიქრდი ღირს თუ არა გაგრძელება ამ ყველაფრის და გახსოვდეს ეხლა ისი იმედიც ქონდა რომ ჯეკპოტს მოიგებდი, შარშანაც იგივეს ფიქრობდი და შარშან წინასდა. ერთადერთი რაც შეიცვალა, შენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, შენი ოჯახური და სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და ფაქტიურად მარტო დარჩი ხო, უკვე სლოტის აპარატიც აღარ გაქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად ნელ-ნელა შენი სათამაშო ფულის თავდება. ამიტომ მეგობარო თუ დაგჭირდა დახმარება, გახსოვდეს რომ მარტო არ ახარ ის, რასაც შენ გადიხარ, შენსავით გავიარეთ ასობით ადამიანმა და თუ რამე დაგჭირდა დახმარება, შეგიძლია შემოწმიანო. მე სიმშვიდეს გისურვებ მეგობარო.